საშიოლობას იმასთან დაკავშირებით, ვის რა ტერიტორია უნდა, ვის რა შენობა უნდა, რომელიც ჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩერდეს წინა საარჩევნო პერიოდში. მოგესალმებით, მინდა საგანგებო განცხადება გავაკეთო იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც როგორც ჩანს შეიქმნება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო ის განცხადება, რომელიც გაკეთდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომ ბედთან დაკავშირებით. პირველ რიგში, საგანგებოდ მინდა მოვითხოვო ჩემი და ჩემი თანაგუნდელების სახელით, რომ სასწრაფოდ იქნეს გამოძიება დაწყებული იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც გაახმოვანა ბატონმა ვასილ მაღლაფერიძემ 400 მილიონის დახარჯვასთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება ბიუჯეტიდან, თითოეული მოქალაქის ჯიბიდან და 400 მილიონი არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არის ის თანხა, რომელზეც გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს და უმკაცრესი ზომები იქნეს მიღებული. გარდა ამისა, ერთმნიშვნელოვნად მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს დღეს აქვს იმის შესაძლებლობა, უпростоრად ბიძინა ივანიშვილს სურვილის შემთხვევაში, რომ საერთოდ რომ აღარ იყოს თანხები საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობისათვის, მოიძებნოს თანხები ბიუჯეტიდან, ან თუნდაც საკუთარი ჯიბიდან, ხეების გადარგვის ნაცვლად, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დარჩეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მაუწყებლობის გარეშე. მეხუთე წელია საქართველოში ხელისუფლებაშია ქართული ოცნება. თუ ყოველთვიურად გამოყოფილი ათობით მილიონი და ყოველწლიურად გამოყოფილი ათობით მილიონი საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის იხარჯებოდა არა მიზნობრივად. სად იყურებოდა ქართული ოცნება, რას აკეთებდა და რატომ არ იღებდა სასწრაფოდ ზომებს. კატეგორიულად მინდა ხაზი გაუსვა მეორე არხთან დაკავშირებულ ვითარებას. მე მინდა მოვუწოდო მეორე არხის ჟურნალისტებს განსაკუთრებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათმოთ ის მონაპოვარი, რომლისთვისაც ჩვენ ყველა ერთად ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის დროს. სააკაშვილმაც კი ვერ გაბედა მეორე არხის გახსნაზე და მუშაობაზე უარის თქმა, იმიტომ რომ ეს იყო მოპოვებული თავისუფლება, რომლისთვისაც ჩვენ მაშინდელმა ოპოზიციამ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ და ამ ბრძოლაში ჩვენ ნამდვილად დაგვეხმარა საერთაშორისო თანამეგობრობა. წლების განმავლობაში მეორე არხი იყო ერთადერთი შესაძლებლობა პრაქტიკულად, რომ მე და ჩემს თანაპარტიელებს და ბევრ სხვა ადამიანს ხმა მიეწვდინა საქართველოს მოსახლეობისათვის. მე მინდა მადლობა გადაუხადო განსაკუთრებით მეორე არხის ჟურნალისტებს იმ მაქსიმალური ობიექტურობისათვის, რომელსაც ისინი იჩენდნენ და კატეგორიულად მინდა მოვუწოდო მათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაყარონ ფარხმალი და არ დაუშვან არხის დახურვა. ასევე მინდა მიუმართო ბატონ მაღლაფერიძეს და იმედი ვიქონიო, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს იმას, რაც არ გაუკეთებია სააკაშვილსაც კი და არ დახურავს მეორე არხს და არ წაგვართმევს შესაძლებლობას, რომ ვესაუბროთ ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენს მოქალაქეებს. ერთმნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შეჩერება მით უმეტეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ძალიან სერიოზულად შელახავს ელემენტარულ დემოკრატიულ პროცესს წინა საარჩევნო პერიოდში და პირდაპირი ლეგიტიმურობის კითხვის ნიშანს გააჩენს არჩევნებთან დაკავშირებით. თუ განხორციელდება ის, რაზეც არის მოარული საუბარი, რომ დაიხურება მეორე არხი, რომ შეწყდება პირველი არხის მაუწყებლობა, პირადად მე და უამრავი ადამიანი საქართველოში ამას აღვიქვამთ როგორც მედიაზე კიდევ ერთ და ძალიან მძიმე და ძალიან ძლიერ შეტევას, აღვიქვამთ როგორც ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების და მასთან დაკავშირებული ადამიანების მეშვეობით უნდა სრული კონტროლი დაამყაროს ქართულ მედია სივრცეზე და საერთოდ გადაგვიკეტოს ის ჟანგბადი, რასაც მედიის თავისუფლება ჰქვია. მე მინდა გავაფრთხილო ქართული ოცნება და გავაფრთხილო ბიძინა ივანიშვილი. სააკაშვილის ხელისუფლების ნგრევა დაიწყო მაშინ, როდესაც სააკაშვილმა შეტევა მიიტანა იმედზე და შეტევა მიიტანა თავისუფალ მედიაზე.
მართალია ამ ნგრევას დრო ძალიან ბევრი ბრძოლა და ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ ეს რეჟიმი დაინგრა. ყველა რეჟიმი, რომელიც და ყველა ხელისუფლება, რომელიც დაუპირისპირდება სიტყვის თავისუფლებას, ჟურნალისტებს, მედიას, ძალიან ცუდად დაამთავრებს. მე არ ვისურვებ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ცუდად დაამთავრონ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების სათავეში არიან ეხლა და მე არ ვუსურვებ ჩემს ქვეყანას, რომ მისმა ხელისუფალმა და მმართველმა დაამთავროს ცუდად, რადგან ეს ავტომატურად ქვეყნისათვის პრობლემებს ნიშნავს. მაგრამ აქეთკენ მიდიხართ ბატონებო. ბატონო ბიძინა, დაანებეთ ხეებს თავი და მიხედეთ ქვეყანას და ხალხს. იმიტომ რომ პასუხისმგებლობა თქვენზეა. ყველას კარგად გვახსოვს წინა საარჩევნო პერიოდში თქვენი მედიასთან შეხვედრები, დაპირებები და აქტიურობა. თუ თქვენ გინდოდათ რომ ხელისუფლებას ჩამოშორებოდით, მაშინ არც წინა საარჩევნო პერიოდში არ უნდა გიაქტიურათ. თუ იაქტიურეთ წინა საარჩევნო პერიოდში და დაწერეთ ის ციფრები, რაც დაწერეთ და დააწერინეთ უпроსწორად თქვენთან დაკავშირებულ ადამიანებს. მაშინ კეთილინებეთ ეხლა და მიხედეთ ქვეყანას. ოღონდ არა ისე, როგორც ამას აკეთებთ, არამედ ისე, რომ მართლაც დემოკრატიით გააუცოთ ევროპა. დღეს ქართულ ტელევიზიას საზოგადოებრივ მაუწყებელს გადარჩენა სჭირდება. კიდევ ერთხელ მივმართავ ვასილ მაღლაფერიძეს, რომელმაც იცის ოპოზიციაში ყოფნის ფასი, რომელსაც ნამდვილად უბრძოლია ამ ქვეყნის თავისუფლებისათვის და თავის წვლილი შეუტანია, არ გააკეთოს ის, რაც ნამდვილად კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება, როგორც ქვეყნის ხვალინდელი დღისათვის, ასევე ელემენტარული დემოკრატიული ფასეულობებისათვის. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც იბრძოლებს იმისათვის, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება არ მოკვდეს და საქართველოში არ მოკვდეს ელემენტარულად საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენ ყველანაირად ღორჩი დაუდგებით ამ ადამიანებს და ყველანაირად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ არ დაუშვათ საზოგადოებრივი მაუწყებლის და განსაკუთრებით მეორე არხის დახურვა. ქალბატონი რუსთავიორის კონტექსტში თუ იზიარეთ, თუ ფიქრობთ ასევე, რომ ბიძინევანიშვილის ხელისუფლება რომ მივოცო მედიაზე დაამყაროს კონტროლი ან რუსთავიორის საქმიდან. მე არაერთ გზის გამიკეთებია განცხადება იგივე რუსთავიორთან მიმართებაში და აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით ამაქვს ნათქვამი, რომ ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს რუსთავიორთან დაკავშირებით, ძალიან შორს არის სამართლიანობის აღდგენის პროცესზე და საკუთრების აღდგენის პროცესისაგან. დიახ, მე ამას ვუყურებ როგორც მედიის გაკონტროლების შესაძლებლობას და დიახ, მე ამას ვუყურებ როგორც ბრძოლას იმისათვის, რომ რუსთავი-2 იქნას ხელისუფლების და სახელისუფლებო სტრუქტურის მიერ ხელში ჩაგდებული. რუსთავი-2 პირველი არხი, იმედის გაუგებარი, ასე ვთქვათ, პოზიცია, ის რაც მოხდა GDS-თან დაკავშირებით, ის რაც მოხდა მაესტროსთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ კითხვის ნიშანს არ აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველოში არის მცდელობა, ტოტალური მცდელობა, რომ აბსოლუტურად მთელი მედია სივრცე მოექცეს კონტროლის ქვეშ. ამას დემოკრატიასთან და ქვეყნის ნორმალურ განვითარებასთან საერთო ნამდვილად არ აქვს და კიდევ ვიმეორებ, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება.